მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ერთ საინტერესო შენობაზე მინდა ვისაუბრო. შენობა მდებარეობს თანამედროვე მუშტაიდის ბაღსა და დინამოს სტადიონს შორის. დღეს მას ვიცნობთ როგორც აბრეშუმის მუზეუმს, თუმცა ისტორიულად ეს შენობა შეადგენდა ერთ-ერთს იმ დიდ კომპლექსში, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარეობდა მე-19 საუკუნის ბოლოდან და მას ვიცნობდით როგორც კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური. ამ სადგურს, ამ დღევანდელ აბრეშუმის მუზეუმს დიდი ისტორია გააჩნია, რადგან ეს იყო პრაქტიკულად პირველი მეაბრეშუმეობის სადგური, რომელიც დაარსდა რუსეთის იმპერიაში და მოგეხსენებათ, რომ საქართველო იმ დროს აღნიშნული იმპერიის შემადგენლობაში იყო. ზოგადად რუსების დაინტერესება აბრეშუმით ძალიან საინტერესო თემა არის, რადგან ზუსტად ამ დაინტერესებამ მიიყვანა რუსეთი იმ ფაზამდე, რომ უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინა კავკასიისადმი და საბოლოო ჯამში მოიხდინა კავკასიის სამხრეთ ნაწილის, რასაც ჩვენ დღეს ტრადიციულად სამხრეთ კავკასიას უწოდებთ, ამ რეგიონის ანექსირებით დასრულებულიყო. რა ინტერესი გააჩნდა რუსეთს ზოგადად კავკასიისადმი? ეს იყო რა თქმა უნდა ცალსახად სამხედრო სტრატეგიული ინტერესები, ეს ის ტერიტორია იყო, რომლისთვისაც იბრძოდნენ ოსმალები და სპარსელები. ორივეს ჰქონდა გავლენა ჩრდილოეთ კავკასიაზეც, რაც რა თქმა უნდა დიდ დისკომფორტს უქმნიდა რუსეთს და რუსეთს უწევდა, ასე ვთქვათ, პასუხისგაცემა პირდაპირ სამხედრო კამპანიების გამართვით და საბოლოო ჯამში უკვე ამ ტერიტორიების შემოერთებით, რათა რუსეთის სამხრეთის საზღვარს, ასე ვთქვათ, უფრო მეტი სტაბილურობა შესძენოდა. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, რუსეთს ჰქონდა ძალიან მკაფიო სავაჭრო-ეკონომიკური ინტერესი კავკასიისადმი. კავკასია, განსაკუთრებით მისი სამხრეთ ნაწილი და ასევე ზოგადად ამ კავკასიის რეგიონის აღმოსავლეთი ნაწილი, ანუ ის ტერიტორია, რომელიც ასე ვთქვათ, კასპიის ზღვას დასავლეთიდან ემიჯნება, წარმოადგენდა ერთგვარ ბუფერულ ზონას, ანუ საზღვარს იმ რეგიონთან, რომლისკენაც რუსეთს ყოველთვის ეჭირა თვალი, ეს იყო ირანის ჩრდილოეთი ნაწილი, სპარსეთის ყურე, ინდოეთი, სადაც მსხვილი სავაჭრო გზები გადიოდა, სადაც უამრავი პროდუქცია იქმნებოდა, ისეთი, რომლის ხელში ჩაგდებითაც პრინციპში რუსულ ინდუსტრიას შეეძლო საკუთარ მაღალ დონეზე გასულიყო, ან რუსეთს შეეძლო ელემენტარულად შეესრულებინა ტრანზიტის ფუნქცია აზიასა და ევროპას შორის. ამის ნიშნები ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან ჩანს, ხოლო შემდეგ უკვე პეტრე დიდის დროს, რუსი მმართველი პეტრე დიდის დროს უკვე რუსები ცალსახად ცდილობენ ამ როლის მორგებას და ამავდროულად ექსპანსიას სამხრეთით და ამის კარგი მაგალითია პეტრე დიდის ლაშქრობა კასპიისპირეთში, რომლის მიზანი პრინციპში იყო კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროს სრულად დაკავება, ასე მისულიყო ირანის ჩრდილოეთ საზღვრებამდე, ამავდროულად გავლენა მოიხდინა პირდაპირ თუ არაპირდაპირ უკვე აღმოსავლეთ საქართველოსაც. ეს ის ტერიტორიებია, სადაც იწარმოებოდა აბრეშუმი შუა საუკუნეებში და მოგეხსენებათ, რომ აბრეშუმი იყო მნიშვნელოვანი კომპონენტი იმდროინდელი ინდუსტრიული წარმოებისა. იყო პრაქტიკულად ყველაზე ღირებული პროდუქტი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არ კარგავდა მიზიდულობას და ისიც შეიძლება ითქვას, რომ რუსების დაინტერესება ზოგადად კავკასიით დიდწილად მაინც განპირობებული იყო ზუსტად სავაჭრო-ეკონომიკური გზებით, სადაც აბრეშუმი თამაშობდა მნიშვნელოვან როლს. აი ამ
პერსპექტივიდან რომ დავინახოთ ჩვენ ზოგადად რუსეთის დაინტერესება კავკასიით არ უნდა გაგვიკვირდეს ის რომ როდესაც რუსები უკვე უშუალოდ იპყრობენ სამხრეთ ნაწილს კავკასიისა და ეს ყველაფერი იწყება რა თქმა უნდა 1800 პირველი წლიდან როდესაც აღმოსავლეთ საქართველოს ანექსირებას ახდენენ საინტერესოა ის თუ რას აკეთებს რუსული მმართველობა ამ რეგიონში ძალიან მკაფიოდ ჩანს ის რომ რუსები ცდილობენ მეაბრეშუმეობაზე რაც შეიძლება უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ რამდენი იწარმოება რა ხარისხის სად და ამ ყველაფრის მოკვლევას შესწავლას იწყებენ ძალიან საინტერესო პროცესი არის ეს და აი მომდენო აწლეულების განმავლობაში მე-19 საუკუნის შუა პერიოდამდე და პრინციპში შემდეგაც უკვე 80-იან წლებამდე მე-19 საუკუნისა რუსული მმართველობა როგორ ევოლუციას განიცდის, როგორ ცდილობენ ასე ვთქვათ მარტივი შეიძლება ითქვას პრიმიტიული კოლონიალური მიდგომებიდან გადავიდნენ უფრო მაღალ დონეზე, ასე ვთქვათ, როდესაც უკვე ქარხნულ დონეზე ცდილობენ მეაბრეშუმეობის განვითარებას, თუმცა ყველაფერი მაინც დაიწყო იმ ნაბიჯებით, როდესაც ახალმა იმპერიულმა მმართველობამ საქართველოს ტერიტორიაზე თუ გარშემო შემდეგ უკვე შემოერთებულ ტერიტორიებზე ცდილობდა ძალიან უხეშად, ასე ვთქვათ, მოსახლეობისგან მოეპოვებინა აბრეშუმი მინიმალურ ფასად, ან ხშირად იყო ძარცვის შედეგადაც. აბრეშუმი რუსეთს სჭირდებოდა მაშინ ზუსტად იმისთვის, რომ თავისი ინდუსტრია გამოეკვება და ნაკლებად ყოფილიყო დამოკიდებული უკვე დასავლურ ასე ვთქვათ აბრეშუმზე, რაც რა თქმა უნდა რუსეთის იმპერიას გარკვეულწილად არაკომფორტულ მდგომარეობაში აყენებდა. ბევრი ნაბიჯი გადაიდგა რუსული მმართველობის მიერ, იქნებოდა კომპანიები, სხვადასხვა საზოგადოებები, სამეგობროები, სხვადასხვა ასე ვთქვათ გაერთიანებები, რომელთა მიზანიც პრინციპში იყო კავკასიაში მეაბრეშუმეობის განვითარებისთვის ხელის შეწყობა. მათმა უმრავლესობამ მაინც ვერ იმუშავა ამ ზომებისა, ასე ვთქვათ, თუმცა მაინც შეიძლება ითქვას, რომ აი ეს დაინტერესება, რაც რუსებს ჰქონდათ ჯერ კიდევ პრინციპში მე-17 საუკუნის დასაწყისიდან, მე-16-ში ჩანს ამის ნიშნები, მაგრამ მე-17-ში უფრო მკაფიოდ არის, როდესაც მაგალითად რუსები საქართველოში რუსი ელჩები ჩამოდიან აქ და მათ ჩანაწერებში ძალიან მკაფიოდ ჩანს ის, რომ როგორ აღწერენ გავლილ ტერიტორიებს და როგორ ყურადღებას აქცევენ მაგალითად აბრეშუმის წარმოებას საქართველოს ტერიტორიაზე, შეიძლება ითქვას, რომ ეს ინტერესი არ შენელებულა არც მე-19 საუკუნის დასაწყისში, როგორც ითქვა და მით უმეტეს არც ამ საუკუნის ბოლოსკენ, პირიქით მე-19 საუკუნის შუა პერიოდში და შემდეგ უკვე ბოლო მეოთხედში ჩანს ის ევოლუცია, რომელსაც განიცდის რუსული მმართველობა და როგორც ცდილობენ უკვე ევროპული მოდელები დანერგონ აბრეშუმის წარმოების ევროპული მოდელი დანერგონ უკვე კავკასიაში. და ამის ერთ-ერთი კარგი გამოხატულება ზუსტად არის კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური, რომლის შექმნაზეც პრინციპში მუშაობა დაიწყო უკვე 1880-იან წლებში და 1897 წლიდან უკვე იწყება მისი ოფიციალური ისტორია, როდესაც უკვე საფუძველი ჩაეყარა პრინციპში პირველ შენობას და შემდეგ უკვე დაარსდა ლაბორატორია, დაარსდა სხვა შენობები, რომელთა მეშვეობითაც პრინციპში იქ მყოფი უკვე რუსი მეცნიერები ცდილობდნენ ევროპული მეაბრეშუმეობის, ვთქვათ, გადამონერგვას რუსეთის იმპერიაში. და ასე მოხდა, რომ პირველი სადგური ზუსტად თბილისში შეიქმნა მუშტაიდის ბაღსა და თანამედროვე მუშტაიდის ბაღსა და დინამოს სტადიონს
შორის მაშინ ეს სადგური ბევრად დიდი იყო ვიდრე ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ მუზეუმის შენობის სახით. მაგრამ აქვე შეიძლება ისიც ითქვას, რომ ამ სადგურს საკმაოდ წარმატებული წლები ჰქონდა, რადგან მოხდა პრაქტიკულად აი ევროპული მოდელების გადმონერგვა რუსეთის იმპერიაში, თბილისში, ასე ვთქვათ, და რუსები ხედავდნენ იმას, რომ ეს ნაბიჯი არის საჭირო იმისათვის, რომ ზოგადად მეაბრეშუმეობა მე-19 საუკუნის ბოლოსკენ რუსული მეაბრეშუმეობა არ ჩამორჩებოდეს ევროპულს. იმისათვის, რომ ეს სადგური შეექმნათ, რუსი მეცნიერები, მათ შორის ცნობილი მეცნიერი და პრინციპში კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის სულისჩამდგმელი ეს რუსი მეცნიერი შავროვი, კიდევ სხვები, მაგალითად ივანოვი და კიდევ მრავალი სხვა, ისინი მოგზაურობდნენ ევროპაში, სწავლობდნენ სხვადასხვა სადგურებს, ანუ მეაბრეშუმეობის სადგურებს, რომელიც პრინციპში მოდებული იყო მთელ ევროპას, გერმანიიდან დაწყებული საფრანგეთით, იტალიის და პრინციპში ავსტრია-უნგრეთის ჩათვლით. ეს იყო ის მეაბრეშუმეობის სადგურები, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიები ინერგებოდა და ევროპა ამ მხრივ იყო მოწინავე, რადგან მათ ზუსტად მეცნიერულად შეისწავლეს თუ რა და როგორ უნდა შეირჩეს და როგორ უნდა გამოიკვლევოს აბრეშუმის ჭია, რათა შეიქმნას პროდუქტი, რომელსაც შემდეგ უკვე გამოიყენებდნენ ქვეყნები თავისი ინდუსტრიებისთვის. ახლა ევროპაში ეს სადგურები რა სახით იქნებოდა და რა მიზნით გასაგებია, რომ გამოიყვება საბოლოო ჯამში ქვეყნის ინდუსტრიები, მაგრამ აქ საინტერესო ისიც იყო, რომ ამ სადგურებს უნდა შეესრულებინათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი. მეტი განათლება შეეტანათ სოფლის მეურნეობის კუთხით რიგით მოსახლეობაში. და ზუსტად ამავე მიზანს ემსახურებოდა თბილისში მეაბრეშუმეობის სადგურის დაარსება. ამ სადგურით პრაქტიკულად რუსებს სურდათ, რომ არა მარტო თბილისში ან ზოგადად კავკასიაში, არამედ რუსეთის იმპერიის მასშტაბით მოხდარიყო ასე ვთქვათ, მეაბრეშუმეობის სწორი განვითარების ხედვის ჩამოყალიბება რიგით მოსახლეობაში. ამის გაკეთება ძალიან რთული იყო არსებული ტექნოლოგიების და ზოგადად განათლების დაბალი დონის ფონზე, მაგრამ ამ სადგურმა საკმაოდ დადებითი როლი შეასრულა მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20-ის დასაწყისში, პრინციპში ოქტომბრის რევოლუციამდე, ასე ვთქვათ. 1917 წლამდე, რადგან იმ წყაროებიდან, რაც ჩვენ მოგვეპოვება, საკმაოდ ბევრი იმოგზაუროს რუსმა მეცნიერებმა კავკასიის მასშტაბით, კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზეც, პრაქტიკულად შეისწავლეს ყველა კუთხე-კუნჭული თუ სად იწარმოებოდა აბრეშუმის საქართველოს ტერიტორიაზე. და საკუთარ საინტერესო ჩანაწერები აქვს ისეთი, როგორიც სადაც პრინციპში აღწერილია არა მარტო ტექნოლოგიები, როგორი წარმოებოდა საქართველოს კუთხეებში აბრეშუმი, არამედ რა იყო საჭირო იმისათვის, რომ ეს გაუმჯობესებულიყო. იმოგზაურეს როგორც კახეთში, ასევე დასავლეთ საქართველოში, იქნებოდა მცირე ზომის, ასე ვთქვათ, ჭყალებში, ასე ვთქვათ, შეიძლება დავარქვათ ობსერვატორიებიც, სადაც ცდილობდნენ, რომ თბილისის, ასე ვთქვათ, მეაბრეშუმეობის სადგურიდან გადმოღებული ტექნოლოგიები, მეთოდები, ასე ვთქვათ, ჩაენერგათ, რათა ადგილობრივ მოსახლეობას მეტად ესწავლა ეს და თავის ხრივ ჩაენერგათ უკვე თავის აბრეშუმის წარმოების მეთოდებში,
ხშირი იყო წარუმატებლობა, ხშირი იყო წარმატებული შემთხვევებიც, მაგრამ საკუთრივ თვითონ აი ეს მოვლენა როგორც არის კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური იყო ფენომენალური რამ, რადგან საქართველოსთვის ეს კიდევ ერთხელ იყო იმის მანიშნებელი, რომ რეგიონი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი ტერიტორია რუსეთის იმპერიაში. რუსეთის იმპერია იმ დროს იყო დაინტერესებული სამხრეთით ექსპანსიით. პირველ რიგში ეს უნდა მოხდარიყო ოსმალური და სპარსული ტერიტორიების ხარჯზე და ამის ეპიცენტრს, რა თქმა უნდა, აი ამ სამხრეთული ექსპანსიის ეპიცენტრს, რა თქმა უნდა, წარმოადგენდა კავკასია, კერძოდ კი საქართველო და მთავარი ქალაქი, ასე ვთქვათ, თბილისი, საიდანაც ეს გზები სამხრეთით გადიოდა, საქართველო და სამხრეთ კავკასია, სადაც იწარმოებოდა აბრეშუმი და ეს ის ტერიტორია იყო, სადაც უნდა მოხდარიყო აი მეაბრეშუმეობის განვითარება და შემდეგ უკვე შემდგომი ექსპანსიის შემთხვევაში უნდა მოხდარიყო ძალიან მარტივად მორგება იმ არსებული მდიდარი ტერიტორიების შეძე, ასე ვთქვათ, არსებული აბრეშუმის წარმოებისა უკვე აი იმ მოდელზე, როგორიც იწარმოებოდა, იქმნებოდა, ყალიბდებოდა უკვე თბილისში მეაბრეშუმეობის სადგურში. ამიტომაც აი ამ, ასე ვთქვათ, მეაბრეშუმეობის სადგურის ისტორია ვერ ვიტყვით იმას, რომ სრულად უცნობი არის ქართველი მსმენელისთვის, მაგრამ ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის ამის შესახებ. ან თუ სმენიათ და იციან, აი ეს უფრო ღრმა გეოპოლიტიკური და სავაჭრო ეკონომიკური ინტერესი, რომელიც რუსეთს გააჩნდა იმ დროს, აუცილებლად გასათვალისწინებელია, როდესაც ჩვენ საუბრობთ აი ამ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, რასულდაც ზოგადად რუსეთს სამხრეთის მიმართულებით და აი ამ სადგურის დაარსებით, მისი ფუნქციონირებით, პრინციპში ძალიან კარგი მაგალითია ზოგადად რუსული იმპერიალიზმის შესასწავლად. როგორ განიხილავდა რუსეთი, როგორ ხედავდა რუსეთი კავკასიას და კერძოდ საქართველოს, ეს იყო პრინციპში კოლონია, ბევრი რამით რუსული მმართველობა გავდა იმ მმართველობას, როგორიც ჰქონდათ დასავლეთ ევროპულ ქვეყნებს ასე ვთქვათ, დამყარებული თავის შორეულ კოლონიებში, რა თქმა უნდა, გეოგრაფიული დისტანცია განსხვავებული იყო, მეთოდები ხშირად იყო განსხვავებული აი ამ გეოგრაფიული დისტანციის გამო, თუმცა ის რომ რუსებისთვის ეს რეგიონი იყო რეგიონი, საიდანაც უნდა აიღოთ რესურსები და რეგიონი, რომლიდანაც პრინციპში უფრო სამხრეთით უნდა გასულიყვნენ, ეს უდავო არის და იმ როგორც ითქვა, აბრეშუმის კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური კარგი მაგალითია ზოგადად რუსული ექსპანსიისა და ამავდროულად პრინციპში ისიც შეიძლება ითქვას, რომ რამდენად დიდი სარგებელი ნახა აი ამ რეგიონმა აი ამ მეაბრეშუმეობის სადგურის დაარსებით, რადგან განათლების დონემ იმატა, საინტერესო ისიც, რომ თუ ჩანაწერებში თავდაპირველად ხედავთ მხოლოდ რუს მეცნიერებს, რომლებიც მუშაობდნენ ამ სადგურში, დაახლოებით 10-15 წლის შემდეგ უკვე ჩანან ქართველი მეცნიერები, პრინციპში დამწყები მეცნიერები, რომლებიც უკვე მუშაობენ აბრეშუმის, ასე ვთქვათ, მეცნიერულ დონეზე შესასწავლად და ამით არიან დაინტერესებულები და პრინციპში უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში ძალიან ბევრი ქართველი უკვე მუშაობს აი ამ მეაბრეშუმეობაზე, ასე ვთქვათ. და რაც არ ჩამორჩებოდა უკვე იმ დროს მსგავს ევროპულ სადგურებს.